დავიწყოთ ბიურო თუ შეიძლება ყურადღებით განსახილველ საკითხებში. თქვენ ყურადღებას მივაქცევთ საქართველოს კანონის პროექტს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონის პროექტი კულტურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს მეორე მოსმენაა განიხილება ესაც დაჩქარებული წესით. საქართველოს კანონის პროექტი დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. განიხილება ესაც დაჩქარებული წესით. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, კენჭი უნდა უყაროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადების 30 დღით გადაწევის თაობაზე და აქ რამოდენიმე კანონ პროექტია წარმოდგენილი და ფიქრობ ხარი უნდა დაუჭიროთ ეს მოქალაქეების წინადადებები გასადენებზე, წყალსადენებზე, კანალიზაციაზე და შენობა ნაგებობებზე სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ასევე მოქალაქეების წინადადება გასადენებზე, წყალსადენებზე, კანალიზაციაზე, სადრენაჟი მილებზე დაშენებული შენობა ნაგებობათა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ერთი და იგივე სათაურია. და იგივე მოქალაქეების, ბატონ ზურაბ ვანიშვილის, ბატონ ზურაბ ხლონტის, ბატონ როლანდ კოჩაძის და სხვა ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ და მივცეთ საშუალება 30 დღე კიდევ იმსჯელონ ამ საკითხებზე. ზურაბ ვანიშვილის მიერ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით და წამყვან კომიტეტად აქ განსაზღვროთ იურიდიული საკითხთა კომიტეტი, როგორც ეს ლოგიკიდანაც გამომდინარეობს. იგივე ბატონი ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საერთო სასამართლოების საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, ესეც იურიდიული საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. იგივე ინიციატორი დავების განხილვა როლგრაუნდთა რეესტრის და მათ საქმიანობის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის შესახებ წარმოადგენს კანონის პროექტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადავცემთ ამას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ასევე უნდა უკაცრავად აქ არის უკვე წამყვანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და იგივე ადამიანი ამ სფეროსაც გადაწყვეტა და სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით წარმოადგენს კანონ პროექტს. ესეც საკანონმდებლო წინადადება უпростоრად და როგორც თქვით, ეს დარგობრივ ეკონომიკას გადავცეთ ეს საკითხი. სხვა საკითხები არ არის, ჩვენ ვიცით რომ დღეს არის მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის და აქედან გამომდინარე ყველა 12 საათზე ვიყოთ დარბაზში. დიდი მადლობა. მაია ბითაძეს ულოცავ დაბადების დღეს.